ექსკლუზიური კადრები ვაზიანის პოლიგონიდან, რისთვის ემზადებოდნენ არჩევნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური. მიტინგები რო ტარდებოდა ხოლმე, მშვიდობიანი აქციები რო ტარდებოდა ქართული ოცნების, პარალელურად აქ ტარდებოდა ეს წვრთნები. დაარღვია თუ არა კანონი თბილისის მერიის სამსახურმა. თემურ გიორგაძე ბრალდებებს უარყოფს. კონსტიტუციის სახით ჩვენ ყოველთვის ჩართულები ვიყავით და ჩვენი მანქანები მივლინებული იქნა უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის. ადამიანის უფლებათა დამცველები პროკურატურას ვიდეო მასალით დაინტერესებას ურჩევენ. პროკურატურა უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა კანონიერი და ემსახურებოდა თუ არა კანონიერ მიზანს ასეთი წვრთნის ჩატარება. მიტინგების დასარბევად გამართულ წვრთნებში იძულებით მონაწილეობის გარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს სხვა ბრალდებებსაც უყენებენ. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები თემურ გიორგაძის წინააღმდეგ. გამოძახება რო იყო თბილისის ზღვა სპეცდავალება, იძახდნენ ეგვიპტეში მივდივართ. თვითონ მონურად მუშაობდნენ იქ რა, მაგიტო დაარქვეს. გრიფის გარეშე კვირას 21 საათზე მე-9-ზე.